შავ კუთხეში ჩვენი სტუმარი თურქეთიდან ოზგულ ოსპორად ჯარჯი მუაიტაი რასთან ასოცირდება შენთვის? მიდაყვებთან და სისხლთან, ბრუტალურობასთან, ბევრ გაჭრილ წარბთან და ქუთუთოსთან მიდაყვაოდა და ბრუტალურ ნოკაუტებთან. ოზგურ ოსპოლატი მოემართება ჩვენსკენ ბლადი ელბოუ სისხლიანი დაყვეკვია ბლადი ელბოუ თურქეთის წარმომადგენელია 28 წლის არის 183 სანტიმეტრია პროფესიონალური რეკორდი აქვს 11 ერთზე 3 მოგება აქვს მას ასევე ნოკაუტით 28 წლის მისი სიმაღლე 183 სანტიმეტრი იგი იწონის 115 კილოგრამს კლუბი 100 Fight Club თურქეთი და მაგარი რეზიუმი აქვს ამ პეჭს მაგარი რეზიუმი აქვს მუაიტაის მესამე ადგილი აქვს თურქეთში აღებული ჩემპიონატზე 2020-ში 2022 წელსაც ბრინჯაოს მედალს დაჯერდა ასევე ევროპაზე აქვს მესამე ადგილი აღებული თურქეთში 23 წელს მესამე ადგილი აიღო 25 წელსაც მესამე ადგილი აიღო უყვარს ბრინჯაოს მედლები ამ პეჭს და ევროპის ჩემპიონატზე აქვს ასევე მუაიტაიში მესამე ადგილი საკმაოდ მაგარი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ასპარეზზე და უნდა აღნიშნოთ ის რომ GFC 19-ზე შოთა ბეთლემიძე მოუგო გენადი ჟორჟოლიანი სვანიმენი მოემართება ერთ ქართველთან არ გამოუვიდა არაფერი და ვნახოთ ეხლა სვანიმენს ასევე მინდა ნიკოლოს გითხრა რომ ჩვენი სვანიმენი არის ხოლმე ჩემი პარტნიორი როდესაც კომენტატორები ვართ ხშირად ასევე დასაკვირველია ვქობაგო ჩვენ ძმას გენადი ჟორჟოლიანს ძალიან მაგარი მებრძოლია მინდა გავიხსენო სერბეთში გამართული ბრეიდის ჩემპიონატი სადაც ძალიან მაგარ უკრაინელ მებრძოლს მოუგო ანდერდოგი იყო გენადი ჟორჟოლიანი 17 წლის მისი სიმაღლე 193 სანტიმეტრი იგი იწონის 130 კილოგრამს კლუბი მემეტე წარმოადგენს კლუბ მემეტეს საბრძოლო ბაზარი MMA ავტომატურად MMA-ის მებრძოლია მისი რეკორდია 12 მოგება 6 მარცხი KO TKO არა TKO არამედ KO-ა მისი საყვარელი მოქმედება ოქტაგონში ნოკაუტი ასევე გენადი შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო ძალიან მაგარი სტრაიკერია ძალიან მაგარი მოჭიდავია როგორც მუშტიკრივში ასევე MMA-ში ძალიან ბევრი ბრძოლა აქვს გამართული რეფერი რინგზე ლევან ციკლაური და ძალიან აქტიური სპორტსმენია მე ჟორჟოლიანს უმსაჯე ჯიუ-ჯიტსუს მატჩი ჩემს მოსავლეს შეხვდა სხვადასხვა მახსოვს მე უმსაჯე ეგ მატჩი და საკმაოდ აქტიურია ეხლა ჯიუ-ჯიტსუშიც უნდა ყველგან კი სადაც ტატამია ყველგან არის ჩვენ ძალების მოსწრება მოიგო ჯიტსერებთან და მოიგო ის შეხვედრა მოიგო ის შეხვედრა ფულებით მოიგო ის შეხვედრა და კარგად იჭიდავა დაიწყო ეხლა ქართველისა და ფსონის დაპირისპირება და აქტიურად დაიწყო ეს არის ჟორჟოლიანის აი ვინ არის ეხლა ნამდვილი ბლადი ელბოუ სულ მალე გამოწება დამიჯე აქტიურად დაიწყო გენადიმ და დიდი ბიჭების დაპირისპირება გენადის კარგი მუხლი შეკლინჩა შეატრიალა უკვე დგომი თურქმა მებრძოლმა ვნახოთ რამდენი ხანი გაუძლებს ჟორჟოლიანს მეგობრებო ჟორჟოლიანი ნოკდაუნი და პირველი ნოკდაუნი არქ ფორმაშია გამოსული ბლადი ელბოუს ბლადი ნია ჯარჯი გვეთხოვა რომ პარტნიორები ვართ კომენტირებაში მოისწრო ეს უკვე ნამდვილად ჟორჟოლიანი სვანური ძალა იყო თურქ მებრძოლს აქვს მითითებები კუთხისგან მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს არ მუშაობს კუთხე და მარცხენა ოჭი
მოვიტა ჯორჯოლიანის აი ეს არის ეს აღარ გაგრძელდება ვეღარ გაგრძელდება ფიზიკურად ვეღარ გაგრძელდება ბრავო ჯორჯოლიანს Ladies and gentlemen, ეს იყო სვანიმენი, გამოიწერეთ ვისი გვერდები, ძალიან პოპულარულია, საინტერესო ვიდეოებსაც წერს ხოლმე. ძალიან ტკივა, ეხა თურქმე ბრძოლს ტანი და ეხა რა თქმა უნდა გენადი ჯორჯოლიანის მუხლი ძალიან დიდი წნომი აქვს. რამდენი ხანი ამზადებდა ნახე და ზუსტად ღვიძლში მოვარდხა. ეს გჭირდება პენტაგონში. აი ეს გჭირდება ზუსტად. აი ეს არის რამდენი ხანი ამზადებდა? რამდენი ხანი ამზადებდა და სახეზე დააკვირდი ნიკა. რა სახე ქონდა მუხლის შემდეგ? ჯაჯი, ეს მხოლოდ ღვიძლი არის. გიგანტის მუხლი, ეს იყო კავკასიური მუხლი. ეს იყო ღვიძლი და ეს იყო ასევე ნეკნის. ნეკნის ხმა გავიდო. იმედათმების გიგანტების დაპირისპირებაში. აქ არის ძალიან ძლიერი. კავკასიელმა გიგანტმა ჯორჯოლიანი, თან MMA-ის მებრძოლია და ეს მუხლები დაყვება. კიკებით, ლოუ კიკები აქვს სხვათა შორის ძალიან გენადი ჯორჯოლიანი. არა მარტო დამჯერე. ხელებითაც დაგიჭერია ლაპები და რთული ვარ ის. უმძიმესი დაკავებია ფოტოშოპში. So many things since I was a kid, it's just like a man, like a new Jenny Pinkett, so fuck on that. გავამხნევოთ 20 და გავაცილოთ ჩვენი პენტაგონიდან. თურქი მებრძოლი პტოვებს ნიკოლოზ, მოდი ჩვენში დარჩეს და მე მეეჭვება რომ დან ბრძოლაში ოსკული ჩამოვიდეს საქართველოში ჯერ იყო და შოთა ბეთლემიძე გენადი ჯორჯოლიანი გორში შოთა ბეთლემიძე ძალიან მძიმე დარტყმებით მიაყენა და ახლა კიდევ პირველ რიგში მადლობა მოვასწრე ორგანიზაციას ესეთი შანსისთვის მე საქართველოში რაღაც გარკვეულის და არასწორი მისლების გამო ვერ ჩუბობ ხოლმე და მომიწია დღეს ესეთი ბრძოლის შემოთავაზება თქვენთვის ასევე მადლობა მინდა მოვასწროთ ითეულ გვენგანს ვინც მოდიხართ გვიმშემატკივრობთ სულ სხვა არის როდესაც ბალეში ჩიკობენ და შეძახილებია მიდიმიდიო მადლობა მინდა გადავხადოთ ჩვენ გუნდს მემეტეს ედოს ჩვენს თავარ ტრენერს და მინდა ერთი რაღაც სხვა და თქვენ ხადაჭერას ველი საქართველოს გაუმა! მადლობა ყველას. ნამდვილი ქართველი, გენადი ჯორჯოლიანი. კაცი მთა. კაცი მყინვარი. კაცი ძალიან მტკივნეული მუხლი. ბლადინი დავარქვით დღეს. ვისტო ბლადი ელბო იყო. ვერ დავინახე მე ბლადი ელბო, უფრო